ტესტი შიზოფრენიაზე. შეეცადეთ დაინახოთ რა არის გამოსახული სურათზე. ნორმალური ადამიანის გონება განსაკუთრებული სახით მუშაობს. მას არ შეუძლია კონცენტრირდეს ერთდროულად ყველა დეტალზე. რაც შეეხება შიზოფრენიით დაავადებულებს, მათი გონება ცოტა სხვაგვარად მუშაობს. ასეთი ადამიანები სურათს ყოველგვარი საზღვრების გარეშე აღიქვამენ. არ ყოფენ მას ნაწილებად და მომენტალურად არჩევენ ყველაფერ იმას, რაც უმრავლესობის თვალთაგან დაფარულია. ასე რომ ადამიანების უმრავლესობა ნაჩვენებს სურათზე თავდაპირველად მხოლოდ პეიზაჟს ხედავს, ან უცნაურ და უფორმო სილუეტებს, ხოლო ადამიანები შესაძლო მიდრეკილებით შიზოფრენიისკენ ნათლად ხედავენ ძროხის თავს. დიახ, არ მოგესმათ, სურათზე ძროხის თავია გამოსახული. არ გჯერათ? იხილეთ. თუ ფიქრობთ, რომ ეს სხვა სურათია და გატყუებთ, ან უბრალოდ ვხუმრობ, გადაახვიეთ ვიდეო და თავიდან შეხედეთ პირველ სურათს. შთაბეჭდილებები აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში.